ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადიგენის შტაბი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი და პარტიული სიის წევრები სოფელ არლის მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის საარჩევნო კანდიდატები მოსახლეობას ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა წარუდგინა. მან მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. გარდა ამისა, საარჩევნო სუბიექტებმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინეს და მათ მოგვარებას დაპირდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადიგენის გამგებლობის კანდიდატმა მსგავსი შეხვედრები ვარხნის, ლელოვნის და გორგულის ტერიტორიულ გაერთიანებებში უკვე გამართა. წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისინი ადგილობრივებთან გასაუბრებას მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გეგმავენ. მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, შევხვდით, გაგვაცნეს თავისი პროგრამა. საკითხები განვითარების და სოფლის მეურნეობა, ყველა საკითხი რაც მოსახლეობა ძალიან გულღიად გვიჭერს მხარს და ძალიან კარგად ხვდება რა გაკეთდა ჩვენი პერიოდში და რა კეთდება დღეს ოცნების პერიოდში, როგორ კეთდება და საერთოდ კეთდება თუ რამე საერთოდ არაფერი არ კეთდება. მოსახლეობას მოვუსმინეთ, რა პრობლემები დაგროვდა, რა პრობლემები აქვს მოსახლეობას, ასევე გავაცანეთ ჩვენი პროგრამა, თუ რას გაკეთებას ვაპირებთ ჩვენი მოსვლის პერიოდში. ვისმენთ მოსახლეობა და არ ვიცით, გთხოვეთ რომ შემოხაზოს 5 ნომერი.